რომელმა ფასაზე და თაბორსა ფერი იცვალა დიდებით წინაშე წმინდათვის და მოწაფეთა და მოციქულთა ქრისტიანმა ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა მეუღები და ყოლად უხსნელისა დედისათვის და წმინდა დიდებუთა ყოლად ქებუთა მოციქულთა და წმინდა მამისა ჩვენისა იოანე პროფიტისა კონსტანტინოპოლის დარეკისკოპოსისა და ყოლად წმინდა შეგვიწყალეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერას და კაცმოყარენ ამინ უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ უფალო სახელით მამისა და დედისა და სულისა წმინდისა ამინ ჩვენთან არის ღმერთი ამინ იყოს შემდგომა ექვსის დღისა წარიყვანა იესო პეტრე და იაკობ და იოანეს მამისა ეხლა მოგეხსენებათ თქვენ საკმარისია ადამიანმა ერთად წაიკითხოს სახარება რომ შენიშნოს რომ აი ეს სამი მოციქული მაინც გამორჩეულად თავდა უფალს, ხო? პეტრე, იაკობი და იოანე. ეხლა მოდით პირდაპირ თქვა, ჩვენშიც ესე არის, არა? ჩვენ გვყავს ახლო ნათესავები და ახლო მეგობრები. მეგობრები ბევრი გვყავს. მაგრამ ახლო მეგობარი ცოტა, ხო? და ადამიანი რომელსაც ძალიან გიყვარს, ადამიანებში საერთოდ ესეა. ადამიანი რომელსაც შენ ძალიან გიყვარს, იმას უფრო უყვები შენ საიდუმლოებს, რომ მართალია ეს. ასე რომ ამაში ახალი არაფერია. და არ უნდა გაგიკვირდეს ჩვენ რომ უფალსაც ეს გამორჩეულად გარკვეულწილად თავდაც ეს სამი მოციქული. და აღიყვანა იგივე ფასა მაღალთა თვისაგან. და იცვალა მათ წინაშე სხვა ფერა. აი, ხილულად როგორ გამოიყურება ეს? იცვალა სხვა ფერა. და გაბწინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსილი მისი იქნა სპეტა ვითარცა ნათელი. ესე იგი, როგორ ხდება? უფალმა აი ამ შემთხვევაში იმდენად დაანახა მოციქულებს თავისი ღვთაებრივი სიდიადე, რამდენადაც მათ ფიზიკური, ზოგადად გაცი სულისთვის და ფიზიკური თვალებისთვის შესაძლებელი იყო. მანამდე როგორ ხედავდნენ მოციქულები უფალს? ჩვეულებრივ ადამიანი, ხო? სახით, ჩვეულებრივ დასაცმელი, ხო? აქ უკვე შეხედეთ გამოჩნდა თავისი ღვთაებრივი დიდები. თუ გაგვიხსენებთ ჩვენ ძველ აღთქმას, გახსოვთ მოსე წინასწარმეტყველი, როცა ის სინათლისგან ჩამოვიდა ეს ათიჩნება რო ეჭერა ეს ფიქარები ხელში. როგორ წინდავა და მისი სახე, რომ ისე იგი არ შეეძლო ყურება რა, ხალხს რა. სახე წინავდა. რა ის შეხება რო თუნდაც ახლო შეხება ღვთაებასთან, ხო? მეთქა. როცა მე ესაუბრებოდა მას ისინაც თქვა. მოსეც იმოქმედებდა და მოსეს სახე წინავდა და რა თქვა უფალზე იესო ქრისტეზე, რომელიც არის ღმერთკაცი. ღმერთისა, ღმერთი. ამიტომ ისე ვიმეორებ რა. უფალი გამოაცხადა მოციქულის წინაშე, ამისი ღვთაებრივი სიდიადე იმდენად ამდენად შესაძლებელი იყო მათი თვალებისთვის ამის ყიდვა. და აჰა, ეჩვენა მათ წინაშე მოსე და ილია მისთანა და თანად რახვიდეს. როგორც ეს თქვენ ხედავთ ხარჯეც არის გამოსახული ეს. რაზე საუბრობდნენ მოსე და ილია? რა სახსასრულზე არა? ითი უნდა დამთავრდეს. რატო მოსე და ილია ეს დიდი წინასწარმეტყველი მოსე წინასწარმეტყველიდან დაწყებული? წინასწარმეტყველიდან უფალზე რო ის უნდა მოვიდეს. აი მოსე წინასწარმეტყველის ცნობილი სიტყვები ესეთი იყო. ჩემს სამით აღადგენს ღმერთი წინასწარმეტყველს ამ ერშორით. მას უსმინეთო რა. და იქნება ვინც არ დაიმორჩილება მოსდება ისი ერის ერიდან რა. და ეს მოსეს სიტყვები თული, რამდენი წლის 1500 ქრისტე უფრო მეტი ქრისტე შობამდე ხო? ახლა შესრულდა მაშინ, როცა უფალი ვერ მიიღეს უფალი, არ მიიღეს, ჯვარცაცვეს. და მე სულ გავიდა, რამდენი წელი გავიდა რა. სადაც 30 წელი, 35 წელი გავიდა.
მოვიდა რომის იმპერატორი ვესპასიანე, უშედეგოში მისი შვილი ტიტე და მიწასთან გაასწორეს ქალაქი იერუსალიმი. სულ ცოტა მილიონი ნახევარი, სულ ცოტა მოკვდა შიმშილით ერთგვარი ზოგი კალები ბავშვი ბავშვებს ჭამენ. ის ისტორიკოსი იყო იოსიფ ფლავიუსი, რომელიც გადავიდა, რომელიც მან გადაწყვეტილებით აღწერა ეს ყველაფერი. ფივარს როგორ სჭამდნენ, სანდალიებს სჭამდნენ და მე ბოლო აღწერს ის, როგორც ახალგაზრდა ქალი თავის ჩვილს ბავშვს მოხარშა და შეჭამა. და როცა ხარშავდა ავაზაკები, რომელიც ძარცადნენ პატარა სულის სუნს რომ ისმენენ იქ თუ შემოდიდნენ იმ წავში ძარცადნენ. გაიგეს ხორცის სუნი მოვიდნენ იმ წავშივე. ეს იყო ერთ-ერთი შემთხვევა აღწერს ეს იოსიფ ფლავიუსი, როცა მან დატოვეს ეს საჭმელი არ წაართვეს. ერთადერთი შემთხვევა იყო რა. თან მოვიდა და წავიდა. ვამებით სავსე იყო არხი იერუსალიმის ირგვლივ. და როცა მოვიდა იმპერატორი ვესპასიანე და ნახა ეს ყველაფერი, ესეთი ცნობილი სიტყვები თქვა, ჩემი ბრალარილი არ არის ეს ფისაჟელია რა. აი წამოიდგეთ. ნუ რაღაც ჩვენ ილია წინასწარმეტყველს, სხვა წინასწარმეტყველს, რომელიც წინასწარმეტყველებდნენ იმაზე როგორ მოვა უფალი. აი ამიტომაც უფალი ამბობს რა, რომ არ იპატიება მათ ეს ყველაფერი. რა კი არ დამიჯერეს მეო რა. როგორ? ესაა წინასწარმეტყველი, დაახლოებით მე-7 საუკუნე ქრისტეს შობამდე. წინასწარმეტყველებდა. ყრმა დაიბადა ჩვენთვის, რომელიც არის ღმერთი ძლიერი. როგორ შეიძლება ყრმა დაბადებული იყოს ძლიერი ღმერთი წარმოგიდგენთ? არ ფიქრობდნენ მაგაზე? ეს ხო იმისთვის საუკუნეების წინ იყო დაწერილი, რომ დაფიქრდეს წელი თაობები იფიქრონ, რომ მომავალი ქრისტე არ იქნება ჩვეულებრივი ადამიანი. ანდაც მიტონი იესო ქრისტე ხო გახსოვთ ერთხელ რომ უპასუხა ურწმუნო ფარისევლებს. რას ეძახიან ქრისტეზე, რომ მისი ძეაო რა, დავითისაო რა. სწორედ უპასუხეს ხო? ეს რომ მომავალი იესო ქრისტე იქნება ხორცელი შთამოვალი, ასე ვთქვათ, დავითისა, ეს კარგად იცოდნენ. მაგრამ უფალმა მათ ეს ზაგადკა მისცა რა, უბრალოდ რო ტვინი ამუშავოს მაგათი. კი მაგრამ როგორც თვითონ დავითი ფსალმუნებში ამბობს რა. თქვა უფალსა ჩემსა, დაგზეთ მარჯვენის ჩემსა და ასე შემდეგ. თუ ის როგორ ის მომავალ შტავის მომავალ ხორცელი ხო იქნება, იცოდა რა ქრისტე იქნება მის ხორცელი შთამოვალი. უფალად როგორ უწოდებს მომავალ ქრისტეს. თუ ის იქნება მხოლოდ მისი ხორცელი შთამოვალი, შეხედეთ? დაწერია, მაგრამ ვერ უპასუხეს. იმიტომ პასუხი ერთი იყო, ამაში არის მინიშნება ამ სიტყვებში, ფსალმუნების სიტყვებში, რომ უფალი არ იქნება ჩვეულებრივი, არამედ იქნება ღმერთკაცი. ასევე რა კი გაგახსენდა ჩვენ ესაა წინასწარმეტყველი, გავიხსენოთ. ეს მისი ცნობილი სიტყვები. აჰა, ქალწულმა მუცლად იყო. ქალწული როგორ უნდა დაფერდოს მითხარ. ანუ ის რომ უფალი არ დაიბადება ჩვეულებრივ ასე ვთქვათ, უნებრივი გზით. ამაზეც იყო მინიშნება წმინდა წერილში. უამრავი ამის მინიშნება. რისთვის იყო ეს ველი ახლა დაწერილი? იმისთვის რომ მომზადებული იყოს ნელ-ნელა. ერი, როცა დრო მოვა ქრისტეს მოსვლისა, გაარკვიეს რომ ვინ არის. თუ გნებავ გაიხსენეთ. როცა სინაგოგაში მოვიდა თავის მშობლიურ ნაზარეთში უფალი. რითი დაიწყო ყველაფერი? გახსოვთ, უფალმა მოითხოვა ესაა წინასწარმეტყველის წიგნი. და როცა მოაწოდეს მას, ეხლა რომ მოაწოდეს ნებისმიერ ადამიანს, წმინდა წერის განმარტების ესე არ მისცემენ სინაგოგაში. ის უკვე ცნობილი იყო ისრაელში. სახელგანთქმული როგორც გადაგებული და წინა. და უფალმა აიდგა ის ადგილი, ესაა წინასწარმეტყველი, სადაც წერია. მადლი უფლისა ჩემზე და რაცა მე მოვიდე და გამფრინავ გამთავისუფლო წევრობაში ყოფდაცემ. და რა თქვა ბოლოს უფალმა? დღეს შესრულდა ამ წინასწარმეტყველის სიტყვებიო რა. ანუ რა ნიშნავს ეს რა? მე ვარ ის რა, ვიზეთ წერს დაწერილი. მაგრამ რეაქცია როგორი იყო? გახსოვთ? ეს იოსების შვილი არა, ხო არა რა. ამას არ ვიცი, თუმცა დაწესავებსაო. აი როგორი იყო რეაქცია. და უფალმა ასე თქვა, გაბრაზებულმა მერე უკვე საკვედური, კაცი საკვედური ეს უფალს თქვა მაგ. რა წინასწარმეტყველი შეურაც გადაწყვეტს სოფელში ნათლისა და ქვეყანას თავის სამშობლოში რა. და მე როგორი მკაცრად უსაკვედურა მაგ. ბევრი
ბევრი ქვრივი იყო ილიას დროს, წინასწარმეტყველის დროს, როცა დახშული იყო სამწესთან დამარცხი მარმოდები. და არავისთან არ მოვიდა აქცენტ ებრაულ ქვრივთან ილია წინასწარმეტყველი. ხოლო სიდონის წარეთაში უცხოტომელთან მოვიდა. ასევე ელისეს დროსაც ბევრი იყო კეთროვანი ისრაელშიო. და არც არავინა მათგანი არ განიკურნა, ხოლო ნეემანი სირიელი, პედარტავარი სირიელი. ანუ რა ნიშნავს, რომ უღირსები ხართ თქვენო. აი რას ნიშნავდა ეს? რომ ასეთი დიდი წმინდანები წინასწარმეტყველები ასეთ უცხოტომელებთან მოდიოდა და უცხოტომელებს კურნავდნენ რა. ასე საყვედური თუ თქვა უყავდა ეს. და რა რეაქცია როგორი იყო მაშინ? გარისხდნენ სულყველანი, ვის სინაგოგაში ის და და გაიყვანეს ქვევი აიღეს მის ჩასაკობად. და სხვა ადგილზეც ხო გახსოვთ ივანაც სახარება თავი მეათე მუხლი მოსდამიანე. როცა უყავდა მზარე მე და მამა ერთი ვარ. აიღეს იუდეველმა ქვევი მის ჩასაკობად. და უყავმა რა უპასუხა. ბევრი კარგი საქმე გავაკეთებენ, რომლის მათგანისაც ვქოლავ. იმიტომ კი არა, კარგი საქმისთვის კი არ უნდა ჩაქოლოთ შენ. არა იმიტომ რომ ადამიანი ხარ და ღმერთად ვთქვი შენ თავსა. ანუ ხშირად რომ ქრისტე არის მერხაც. არადა ისე უბრუნდები. ამაზე არ წინასწარმეტყველებდნენ წინასწარმეტყველები. სად იყო მათი განათლება? და მერეც გახსოვთ ის ბრმა. უყალდა რომ განიკურნა ბრმა ადამიანი. როგორ გაკურნა რომ თელი ისე დაკითხვა რომ მოასწრეს რა. თუ ადამიანმა მოვიდა დიხა გააკეთა და წავი დაიბანე და გავეწუხედავ ეხლა რა. არ არის ეს ადამიანი კარგი, როგორ არ არის ეს არის საკვირველიო რა. მან გამკურნა მე ბრმად შობილი. თქვენ კიდე არ ჯერათ რომ ის არის წმინდანიო რა. შენ ცოდებში დაბადებული ხარ და შენ ჩვენ უნდა გვასწავლო შენაო. აი ესე აგდებულად როგორ ლაპარაკობენ რა. პრინციპული საკითხია ეს. ძალიან პრინციპული საკითხია. და ასევე ბოლოს და ბოლოს რითი დამთავრდა, ხო გახსოვთ? მდელთავარი. აფიცებ შენ, მეფის სახელი, გითხარი შენ ხარ ძეფთისა. და როცა უპარმა დადებითა თუ პასუხა, მანდ რა გააკეთა, ხო გახსოვთ? სამოსელი დახია, თავის შპოთით და რისმის ნიშნა. დახია თავის სამოს და თქვა, კიდე მოწმეები რაში გჭირდება? აგერ ჩვენ მოვისწრებთ გმობა მის პირიდანო რა. აი ამიტომაც ეს საჯელი მოვიდა მათ თავზე. რომელიც იყო ნაცინასწარმეტყველი. მიუგო პეტრე და სხვა იესოს უფალო კეთილად შვედა აკაყოფა. და თუ გენებას ქმნეთ აქ სამ ტალავარ, ერთი ჩემ და ერთი მოსესა და ერთი ილიასთვის. ან ისეთი სულიერი სიხარული იგრძნო და მადლი პეტრე მოციქულმა თქვა, სულ ამ ფაზე ვიყო. პატარა ისე კარავები რა, ტალავარი კარავი რა. გავაკეთა აქ იყო რა საერთოდ სიყვარულში და იმაში ფისი დიდებაშიო რა. ეს გამოწვეული იყო აი დიდი მადლი რა, რომ მათ მიგზნო. და ვიდრე იგი ამას იტყოდა, აჰა ესე რა რუბელი, ნადილი აგროვდა მათ და ხმა იყო რუბელი გამო. და სხვა ესე ზეჩემი საყვარელი რომელიც საფრთხეა. აი თუ გახსოვთ კიდე როდის გაიგეს ნაციზმების დროს. ნაციზმების დროს იმიტომაც უწოდებენ ნაციზმებას, ის გამოცხადებას. მამა ღმერთის ხმა, ძეფთისა, ეხორცელებოდა სულიწმიდა ვიბარწეტრები. და კიდე როდის იყო ეს ხმა? აბა გაიხსენეთ. დიდებით შესვლა იერუსალიმში. მაშინაც იყო ხმა. და ზოგიერთმა თქვა, ხუხილი იყო რა. მიუგო მაგისტა ისმინე და ესმარა ესე მოწაფეთა დავარდეს ისა ზედა თვისა და შეეშინა ფრიად. და მოხდა მათ იესო შეაყო ხელი და თქვა ადრე და ნუ გეში. როცა ეს უკვე უფალი მოვიდა მათ და შეეხა სხვა სახელებაში გერწერი უკვე ჩვეულებრივი თავის იმით იყო. სახით სამოსელი ჩვეულებრივი. ანუ დამთავრდა ეს უკვე რა. ეს ხივის ეს ნაწილი რა. და აღრაიხილდეს თვალი მათნი, არავის იხილეს. გარდა იესო ხოლო მარტო. ანუ გავშინა წინასწარმეტყველი მოსდევი. და გარდამოვიდოდეს იგივე მიერ მთით, ამ ცნომად იესო დარქვა. ნუ ვის უთხარ ხილვასა ამას, ვიდრე ძე კაცისა მდგრებით აღდგეს. აი, ეხლა გეუბნებით.
რისთვის დაშირდა ეს ყველაფერი? რატომ დაანახა? ისედაც ხო იცოდნენ მოციქულები არა? უფალი არის ქრისტე. ეხტისა. თავიდანვე ხედავენ ამ უამრავ არ ნახობს სასწაულებს რა. მაგრამ უფალმა მაინც თავისი ღვთაებრივი სიბიადე სულ რაღაც ერთი კვირი დაახლოებით ის ჯვარცმა დაანახა მოციქულებს თავის იმის გამო რომ გავარამონებდნენ დღე და ის იქნება შეურაცხყოფილი ნაცემი და ჯვარცმული და არავინ არ დავკოლდეს ამის გამო და იცოდეს რომ უფალი ძლიერი ღმერთია მაგრამ თავისი ნებით კაცობრიობის გადასარჩენა მიდის ჯვარცმამდე და დააწყოვნოს კაცობრიობის წოდებას. აი რაც ისთვის დაჭირდა ეს ფერისტვალები და ეს ხილვა. რათა გაძლიეროს მოციქულები რწმენაში რა. თორემ წინ ელოდებოდნენ რომ მათ განსაზღვრელი იყო როგორი იყოს შეურაცხყოფილი უფალი თავისი ქმნილებისაგან ნაცემი შეურაცხყოფილი დასცინეს და ჯვარცაცვეს ბოლოს და ჯვარცმულსაც არ დაანებეს თავი რა აბა ეს არისო რომ დასცინოდნენ რომ ეძახდა მე ისავარო ჩამოვიდეს ჯვარიდან და დავიჯერეთ რომ ის არის ქრისტეო რა შეხედეთ როგორი ცინიზმით უკვე კიდე ატკინებდნენ უფლის გულს რა აი შემოგარგება როგორი ჩვენ ცხოვრობ 21 საუკუნეში ცხოვრობ საქართველოში ფიშობთ ცხოვრობთ ქვეყანაში აი აუკვირდი თქვენ რა როგორც არასდროს თელ ერს ჩვენ ერს იქ კურთხეულ ერს ჭირდება ეს ფერისცვალება სულიერი და ზნეობრივი ფერისცვალება რა მდგომარეობაშია ეს საქართველო ეს არის ღვთისმშობლის ძე ფრედერიკ რატანაევა გავს მაგას მიხარი ყოველ ნაბიჯის სიბინძურე არყვნილება არნახულის ნედაცემა სისასტიკე უნდობლობა ესე როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ მოყოლაში ყველაზე საშინელი რა რომ ღვთის დაშვები მავანი უკვე მართავენ მთელ საქართველოს ჩვენ წაგვართვის უფლება რომ ჩვენი შვილებიც გავზარდოთ ისე როგორც ჩვენ გვინდა ეროვნულ სულიერებაში და ჩვენ კულტურაში და ზნეობაში ვიღაცეები ნედაცემული არყილი ადამიანები ან ამერიკიდან და დასავლეთ ევროპიდან ჭუას გვასწავლიან ჩვენ გაფიქრეთ და გვაიცულეს ისეთი კანონების მიღება რომელზეც საერთოდ რავი მე არ ვამბობ 100 და 200 წლის წინ 10-20 წლის წინ არავისთვის არ მოვიდა თავში რომ მსგავსი რამე შესაძლებელია საქართველოში ეს გეკდება ქართველი კაცები ადამიანების სულისი მეშვეობით ისეთი ღირსების წარქმევა ესეთი შეურაცხყოფა მთელი ერისა რაც მოხდა ბოლო 9 წლის მანძილზე შეიძლება თქვა საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემოგარგება ამიტომ გეუბნებით რა მაღალი ღმერთი გვიყურებს წევიდან რა ვინ არის მამაცი ვინ არის ჭეშმარიტი მამულიშვილი და პატრიოტი და ვინ არის ლაჩარი სულ დაბალი სულ მოკლე და მცირედ მორწმუნე ადამიანი ესე არასდროს არ იქნება დამიჯერეთ ამათი საჯიჯგნა ამ ბოროტძალების საჯიჯგნა უფალი არ დატოვებს საქართველოს კარგად დაიმახსოვრეთ ეს იცოდეთ კარგად საქართველოში ღმერთის მადლითა არის ძლიერი და ჯანმრთელი ძალა ჭეშმარიტი პატრიოტები ჩვენ სულ ყველანი ვიცნობ მაგრამ დიდი ხანი ვიცნობ ისინი არ არიან მარტო ენით პატრიოტები და ურა პატრიოტები როგორც შეგვიძლია არამედ თავისი მამულიშვილობა წლების მანძილზე ადასტურდა სასწორზე დადეს არამხოლოდ თავისი სიცოცხლე არამედ თავისი ოჯახების სიცოცხლე ორი მათგანი დღეს იყო აქ და წმინდა ზიარება მიიღეს რა თქვენი წინია ლაპარაკი
ირგვლივ ძალიან ბევრი ჭეშმარიტი მამული შვილი არის შეგვიძლია. ამიტომ ეუბნებით რა დრო მოდის და ჯერ ამ ერთად ერაკუნ ერთად ომი ჯერ აქ უნდა მოვიგოთ ჩვენ სამშობლოში. აქ უნდა მოვიგოთ ომი. ამ თანამედროვე გოიმობასთან რა. რომელიც სიბნელეს გვაწოდებენ ჩვენ და ეს არის ნახელიო რა. და ეს არის ცივილიზაციაო რა. და მე ყოველთვის ვიმეორებ და ბევრჯერ კიდევ ვიმეტყვი. ძალიან ბევრ რამეში ის რასაც ისინი უწოდებენ ცივილიზაციას, ჩვენ ის არის კანალიზაცია. ხო და მშვიდობაში იხმაროთ ეს კანალიზაცია და ჩვენ თანხმობთ. და ჩვენ აქ ჭირდება ფარისევლობა და ფარისეულ მოჩვენებითი მართლმადიდებლობა. მე დღეს ბევრჯერ ვკითხავს, ხო გახსოვთ თქვენ? ეს ფარისევლობა გახდა უკვე სავიზიტო ბარათი დღეს სოფლებში. ჭეშმარიტი მამული შვილები და ჭეშმარიტი მართლმადიდებლები ჭირდებიან ჩვენი დღესა. და ღმერთმა მაგათ დალოცოს მათ სახეთ მთელი ქართული ერი დალოცოს ღმერთმა და მიაჩნიოს მათ გამარჯვება. ამინ. აგლოცობთ. თქვენთან ერთად. იმედი გვაქვს ცოტა ამინდი შეიძლება. ძალიან კარგი. ერი ცვალების მერე კონც ცოტა. ერთი წვიმარა. ვით ამინ რა. ამინ. რა, ყველაფერი ხოცნით რა. ასე ცხოვრები ვართ და მეგალას. რა? ნუ გეშინიათ ბევრი ახალი ნატურა გვაქვს. მადლობა. დაგლოცოთ ღმერთმა. მრავალ დაეწარი. თქვენთან და ერთად. თქვენმა თვალებმა ნახოთ გამწინებული საქართველო. ამინ. თქვენთან ერთად. ისე ამ საქართველოს გამწინების საქმეში მე ფიქრობ ეს ტაძარი შორს არ იქნება. Я так думаю. მადაგლოცოთ. აბა მოგდანდი. დაგლოცოთ ღმერთმა. აგლოცოს. გადახარო.